ყველაფრით შეიძლებოდა ადამიანი ეწამებიათ რა ჩხილების დაცლიდან დაწყებული 2 თვე და 3 თვე каранტინიდან არამოყვანით დამთავრებული რა ვიცი ეს каранტინი ეს უბრალოდ каранტინი არ გეგონოთ რა каранტინი არის იყო მაშინდელი каранტინი 40 კაციანი საკანი სადაც ფაქტიურად სუნთქვაც კი შეუძლებელი იყო სუნთქვაც კი შეუძლებელი იყო უხაერობა ქვევით ნესტი და წყალი საჭმელს იქ რეალურად ვერ ჭამდი პირს ვერ იბანდი და ვერ ჯდებოდი დაწოლაზე ხოლმე მეტია საუბარი ფეხზე მდგომებს ეძინათ ადამიანებს მე იმ каранტინს მოყვებოდა დაშლა каранტინის დაშლა ეგრეთ წოდებული და იქ კორიდორი იყო რომელიც უნდა გაეარა ყველა პატიმარს და დუბინკებით და გადაჭრილი მილები ჰქონდათ მაშინ დუბინკებთან ერთად ამ გადაჭრილი მილებით პლასმასის მილებით პატიმრებს ცემდნენ და რა ვიცი თუ ზოგი აყავდათ ზევით და ხელის მოწერას თანამშრომლობაზე ხელის მოწერას თხოვდნენ და ვინც არ აწერდა რა ვიცი კბილე ჩამტრეული თავგატეხილი ფჩხილებ დაცლილი ძალიან ბევრი მინახია ეგეთი პატიმარი რატი შენი განცხადება მახსოვს ძალიან კარგად ერთ-ერთი იმის შესახებ შენ ამტკიცებდი ესე კატეგორიულად რომ ეს ციხის ჯალათები და ციხის სხვა თანამშრომლებიც გამოყენებული იყვნენ 2011 წლის 26 მაისს რუსთაველზე მშვიდობიანი მიტინგის დასარბევად. რეალურად შენ საიდან და როგორ მიხვდი ამას, რომ ესენი აქციის დასარბევად ყავდათ ციხიდან გაყვანილი ეს ოფიცრები? როდესაც წინა დღეები იყო მაისის წინა დღეები, მაშინ ყველა საკანში ჩამოართვეს პატიმრებს რადიოები რა, მაშინ ინფორმაციის ერთადერთი საშუალება იყო რადიო. საიდანაც შეგეძლო რეალურად ინფორმაციის მიღება. ამ რადიოების ჩამორთმევასთან ერთად დაიკეტა ციხის ეგრეთ წოდებული სვიდანიები, მნახველების მოსვლა, ასევე ადვოკატები არ შემოუშვეს ის 2 დღე, თუ ის დღე ზუსტად აღარ მახსოვს და ყველა ოფიცერი გადაიყვანეს კაზარმულზე რა. ჩემი კამერიდან ძალიან კარგად ჩანდა, როდესაც ეს ოფიცრები მოსულები იყვნენ, დაურიგეს შავი ფორმები და ხელკეტები და სადღაც წავიდნენ და რეალურად იმ ღამეს მოხდა ეს დარბევა და სავარაუდოდ იმ დარბევაში იღებდნენ მონაწილეობას. ეს ყველაფერი ჩანდა ჩვენი საქმიდან. ანუ ციხეში შემოიტანეს ესეთი ატრიბუტიკა, რაც წესით იქ არ უნდა ყოფილიყო. არა, არანაირად ხა შავი ფორმები და ხა ის ხელკეტები ყველას დაურიგეს და ფაქტიურად კაზარმული მდგომარეობა იყო ის დღეები გამოცხადებული. და რამოდენიმეჯერ იყო მარტო მაშინ არა ეს კაზარმული მდგომარეობა მაშინ. და ყველა აბსოლუტურად ციხის თანამშრომელი იქ იყო და შემდეგ ჯგუფურად სადღაც მიყავდათ და სავარაუდოდ აქციების დასარბევად. სავარაუდოდ არა აქციების დასარბევად. იმიტომ რომ ბევრჯერ მომისმენია მე ლაპარაკი რომ იქ აქციების დასარბევად იყვნენ და ვის როგორ დაარტყეს და ვინ როგორ ცემეს მაგაზე მე ლაპარაკობდნენ ხოლმე.